მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს ვის ნახევარი მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებს შენახათ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში ყოფი ქართველი და ადამიანები, რომლებსაც პრობლემები გაქვთ, რა ვიცი, ყველა სიკეთე და სიხარული მინდა გისურვოთ. სერაფიმ სარულობა არის მოგილოცავთ დიდი სიყვარული და დიდი სიკეთით და აი ამ ხელა მნიშვნელობა აქვს აი წმინდანებს და ზეცას რომ არავის არ ასხვავებს აბსოლუტურად და აი გვეწეოდეს მათი მადლი ყველა წმინდანის მადლი გვეწეოდეს და მამა ლუკას უპატაშილიკოს რომელიც ძალიან მოგვენატრა დაგლოცეთ მამა დიდ მადლობას მოგახსენეთ მომზანებისათვის მოგესალმებით გილოცავთ შობა ახალ წლებს ყველას მოგილოცავთ და ღმერთმა შვიდობიანი და ბარაქიანი და წინსulis ყოფილიყოს დიდი მადლობა მამაო და რაღაც ესე დაიწყეთ მამაო კითხავთ მაშინ პირველ კითხვას რომ აი როგორ უნდა იყოს მამაო ისე ჩვენი წელი როგორ დავიწყოთ თუ რაღაცა აი შარშან რომ მაგალითად რაღაცებს ნანოვდით არ ვინანო და რა გვაქვს გამოსასწორებელი თქვენისაც რაზე არის გასამახვილებელი ყურადღება და რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება რომ ისევ ისეთი ტანჯვა ტკივილი და ასე შემდეგ არ იყოს მის ცხოვრებაში რაც იყო შარშან და აქამდე თუნდაც აი ერთ-ერთ ღვთისმეტყველს ვკითხულობდი გუშინ წინ თუ გუშინ და ესეთ რამეს ამბობს რომ უფალი ამბობსო რომ სასუფეველი ღვთისაო შორის თქვენსა არისო ანუ თქვენში არისო და ჩვენ მაგალითად აი თანამედროვე ქრისტიანები გგონია რომ სასუფეველი დგება მერე ამ ქვეყნის დასრულების შემდგომ არა და ესე არ არის და ეს ღვთისმეტყველი ამბობს რომ ნახეთო უფალი როგორ გვეუბნებაო ტყუილათო არ იცხოვროთო მოიძიეთო სასუფეველიო თქვენშიო იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა ისე იცხოვროს რომ თავის თავსაც აცდეს და თავის ესე იგი თავის თავში არსებულ უდიდეს ყველაზე დიდ სიმდიდრესაც აცდეს ანუ სასუფეველს სასუფეველი ეს არის ღმერთის სამყოფელი და თურმე უფალი გვეუბნება რომ შენ ხარ ღმერთის სამყოფელი და ჩვენ კიდე შეიძლება გადავერთოთ რაღაცა სხვა რაღაცაზე ჭამაზე, სმაზე, სიამოვნებაზე, ვიღაცის მსახურებაზე, ნუ გულისხმობ არა სამშობლოს, არამედ თუნდაც ბოროტების მსახურებაზე, თუნდაც ბნებების მსახურებაზე. შეიძლება გადავიდეთ და მონობა ვარჩიოთ. და ამას ყველაფერს მონობა ქვია და აი პავლე მოციქული ამბობს, ხო, ნუ იქნებითო მონაო, კაცთაო, არამედ თქვენო საღვთო სისხლით ხართ გამოსყიდულიო. და უბრალოდ ადამიანმა უნდა ზუსტად მიხვდეს, რომ ვინ არის და რა არის და რა უნდა დაგეგმოს თავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ რასაც დაგეგმა ვის იქნება. რასაც არ დაგეგმა, იმას ის არ იქნება. ამიტომ ეს ხო ზოგადი კანონია, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ამიტომ ესე იგი ჩვენ არა წარმართულად, არა ბრმად უნდა ველოდებოდეთ, რომ თვითონ წელიწადი რაღაცას მოიტანს. ეს რა თქმა უნდა თავისით არაფერს არ მოიტანს. შენ რა მიმართულებითაც მოძრაობ, აი სწორედ ის იქნება შენ ცხოვრებაში. და აი მონანიებაში რო არის საოცარი ბოლო ფრაგმენტი, რომ ეს გზაო ტაძრამდე მიგვიყვანსო და არაო ესო ვარლამის გზა არისო თუ აბელის გზა არისო. რა საჭიროა გზა თუ ის ტაძრამდე არ მიდის. ანუ რა საჭიროა ცხოვრება თუ ის ტაძრამდე არ მიდის. და თუ ადამიანის ცხოვრება ღმერთამდე არ მიდის, მაშინ დაახლოებით იმ პრობლემებში აღმოჩნდება, რაც ვთქვათ მონანიებაში აღწერილი და რასაც ჩვენ თვითონ ვადევნებთ თვალყურს მთელ მსოფლიოში და კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის უღმერთოდ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს და ეს არის ცხოვრების ბოლოს იმედგაცრუების, მოტყუების რა ვთქვა, არანაირი სიხარულის, რაღაცა გაუგებარის მოლოდინის, შიშის, გარდაცვალების შიშის, იმიტომ რომ ეშინი ადამიანს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გაიგო რას ნიშნავს ცხოვრება. აი ერთი ფილოსოფოსი საოცარ ესეთ აზრს ამბობს, რომ სანამ ადამიანი ცხოვრობსო ამ ქვეყანაზეო, სამ კითხვაზე უნდა გასცესო პასუხიო, რატომ დავიბადე, რატომ ვცხოვრობ და რატომ გარდავიცვლები და ძირითადად ადამიანები ამ კითხვებს გაურბიან.
ესე იგი, სხვის ცხოვრება შეიძლება განიკითხოს, მთავრობები შეიძლება განიკითხოს, უცხო პლანეტელებიც შეიძლება განიკითხოს, ეშმაკიც შეიძლება განიკითხოს. მაგრამ ხეირიანად თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაეცი, რატომ დაიბადე, რატომ ცხოვრობ, რატომ გარდაიცვლები, ვერც ერთ კითხვაზე სწორ პასუხს ვერ გასცემ. ეს განკითხვაში იქნება. ხო, სულ ესე იგი, არასაჭირო მიმართულებით დახარჯავ მთელს ძალებს და მთელს ენერგიებს, ყველაზე ძვირფას რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ენერგია და ეს ენერგია არის საღვთო მადლი. აი ღმერთი რო არის ჩვენში, იქედან ჩანს რომ ჩვენ გვაქვს ენერგია. და ეს ენერგია რაში იხარჯება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. იმიტომ რომ მე შემიძლია ენერგია დავხარჯო სიკეთეში, ჩემი თავისთვის და შეიძლება დავხარჯო ბოროტებაში. და მე ჩემ თავს რომ მოვაგვარებ, ასე ვთქვა, და ბოროტებაში თუ სიკეთეში, მე ჩემს გარეთ გავდივარ. და ჩემს გარეთ იმას გავავრცელებ, რაც ჩემში აივსო, სიკეთე თუ ბოროტება. ამიტომ აი პირდაპირ ადამიანმა თვითონ უნდა იცხოვროს, სხვამ არ უნდა იცხოვროს ჩვენით, სხვისი მოწოდებული აზრებით არ უნდა ვიცხოვროთ, სხვისი ნათქვამი არ უნდა გვეგონოს, რომ არის პატრიოტიზმი, სხვისი ნათქვამი არ უნდა გვეგონოს, რომ არის ქრისტიანობა, შენ თვითონ უნდა გამოცადო, შენ თვითონ უნდა შეცდი. იმიტომ რომ ვინც ეძებს ის პოულობს, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ვინც ეძებს ის პოულობს, ვინც არ ეძებს ის ვერ იპოვის, ვერასდროს. ხო არიან, აი მზა ავტორიტეტები რო არიან მაგალითად, აი ეკლესიაში მაგალითად და საერთოდ თელ სოფლიოში მე მგონი, პატრიარქი რო იტყვის, ჩემთვის არის პირდაპირ უკვე აღარ მინდა იქ გაფილტრა რაღაც, ზუსტად ვიცი რომ ეგრეა. ღვთის აზრი ვინც არ უნდა თქვას, პატარა ბავშვი რო იყო, აი ისიც კი ანგელოზია. აი ეს როგორ უნდა გავარჩიოთ, მამო, იმიტომ რომ აი ხშირ შემთხვევაში, ხო, აი ბოროტი, აი როგორც აი მაგალითად აი იუდა როგორც იყო, ხო, მაგალითად ვითომ რაღაცა სიკეთეს წარმოთქვა და ვითომ კარგი უნდა და ამ დროს ამისგან სიბოროტე იდგა, ხო, თუნდაც აი მე დედებთან დაკავშირებით ესო გავყიდოთო და ღარიბებს დაურიგათო, ხო, სიტყვაზე. ნერსაცხებელზე და იმაზე, ხო, სიტყვაზე. აი ამ შემთხვევაში, მამო, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ადამიანები როცა გვატყუებენ, მამო, ხშირად ხდება, რომ აი ეხა მაგალითად აი პატრიოტიზმის მოტივით შეიძლება რომ ვიღაცა მოგაკლებინო, მაგრამ შენ რო ვიღაცას მოკლავ სამშობლო დაგანგრევინო. ხო, სამშობლო დაგანგრევინო, და რაღაცა უბედურება გავიკეთებინო. ხო, ვიღაცა იყენებს ამ შენ. აი მე ვიტყვი, აი მართლა გეუბნებით, რომ შეიძლება ვიღაცის ალალგზნობებს იყენებენ. რა თქმა უნდა, დღეს ადამიანს რო ატყუებ, ის არის ალალი. ცოტა მიმდობი, ცოტა ის და ამას ბოროტი მშვენივრად იყენებს, მამო. აი ამ შემთხვევაში ვიღაცა რო იყენებს შენ იმას, აი როგორ უნდა მართლა არის, მამო, ეხლა ჩვილი ბავშვები ვით არიან ზოგი, მამო, და ეხლა იბადებიან და ვიღაცა გაგაგულიანებს და გეტყვის, რომ აი შენ ხარ გმირი, შენ ესეთი ხარ, შენ ის ხარ და გადენინებს რაღაც უბედურებას, მამო, ამას მე შეიძლება მიხვდე 20 წლის მერე. რომ გაიღვიძებ ძალიან ბურგში, ხო? აი ამ შემთხვევაში, მამო, თუ შეიძლება როგორ უნდა მივხვდეთ, მამო, რომ ყველას კი არა, ზოგი შეიძლება მშობელმა დაგხვდოს, მამო, რაღაც საკითხში, ხო ხდებით? აი როგორ უნდა დავიჭირო ჩვენ თავი და რას უნდა იმას, აი რას უნდა ჩაებღაუჭო, რომ ამ ქარმა არ გაგიტაცოს თუ შეიძლება ბოდიში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და შეიძლება ითქვას მთავარი თემაც არის ქრისტიანობაში. ადამიანის ანგელოზად გახდომაში, შენ რომ ქრისტე გახდე, ამ საკითხში შეიძლება ითქვას მთავარია. აი მაგალითად ისააკ ასური ამაზე წერს საოცრად და ესე იგი შეიძლება აი ეს თემა ძალიან ღრმად აქვს მას განხილული, იმიტომ რომ თავის მოწაფეებს ის ამას უხსნიდა, რომ ადამიანს უნდა კონდეს გულისხმიერება. გულისხმიერება და მარტავს, ეხლა ეს სიტყვა მე ბავშვობიდან ბევრჯერ გამიგია, მაგრამ აი ისააკ ასურს ეხლა ვკითხულობ და ამ კუთხიდან ჯერ არ დამინახია ეს, იმიტომ რომ რას ამბობს? გულისხმიერება ეს არის ეს მოდის სინდისიდან. სინდისის საშუალებით კიდე ღმერთი მოქმედებს და ესე იგი ღმერთი განგსწავლის შენ გულისხმა ყოფს, რომ შენ რა უნდა გააკეთო, რა დასკვნები უნდა გამოიტანო, როგორ უნდა იფიქრო და ეს გულისხმიერება რა არის, იცით, მარტო ჩემში ხდება. აი როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, ძილის წინო 10 წამი მაინც გაქვს, ისეთიო, როდესაც ზუსტად ხვდებიო, ვინ ხარო. ან შეიძლება რა ხდება, თუნდაც ის და აი უბრალოდ ადამიანმა უნდა მოიცალოს ამისათვის, რომ თავის თავში დაიწყოს სიცოცხლე, თავის სინდისთან, ღმერთთან დაამყაროს კავშირი. სინდისი ეს არის ღმერთის ხმა ადამიანში, იმიტომ რომ ეს ასე მოქმედებს ღმერთი. აი როგორც
თვალი მოგცა ღმერთმა რომ შევხედოთ რომ თქვათ აი კედელს არ დავეჯახოთ და ორმოში არ ჩავარდეთ ან მანქანა ვატაროთ და ნუ რაღაცა ნუ ყველაფერში თვალს ვიყენებთ ხომ ბევრი ორგანო მოგცა ბევრი უნარები მოგცა და აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეს არის გულისხმიერება გულისხმიერების საშუალებით ამობს ისააკასური საოცარ რამეს რომ ადამიანმაო უნდა ესე იგი გაარჩიესო სიკეთე და ის რაც სიკეთეს ეწინააღმდეგებაო ანუ სიკეთე და ბოროტება ფაქტიურად გულისხმიერებით უნდა გაარჩიოს ადამიანი და ამას ადამიანს ასწავლის თვითონ ღმერთი და აი ადამიანი როდესაც იზრდება მაგალითად ბავშვია ხო ბავშვს არ აქვს გულისხმიერება ჯერ კიდევ და იქ ესეთი რაღაცაა რომ აი ნუ ბავშვური უგუნურება ეს ხო ვიცით როგორც არის რომ ბავშვს კიდე არ აქვს ჩამოყალიბებული ეს უმაღლესი დონე როდესაც მას შეუძლია სიკეთისა და ბოროტის გარჩევა და უბრალოდ ადამიანის მიზანი ეს უნდა იყოს მან უნდა ისწავლოს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ამიტომ ვამბობ რომ დაიწყე შეხედე სხვისი ესე იგი სხვას კი ნუ უჯერებ შენ თვითონ სცადე შენ თვითონ გაარკვიე შენ თვითონ იმსჯელე შენ თვითონ იფიქრე და შეიძლება ერთხელ მოტყუდე ორჯერ მოტყუდე მაგრამ მესამეჯერ აღარ მოტყუდები პავლე მოციქული ამბობს თუ ვინმესო გაკლიათო სულიერი სიბრძნეო ითხოვეთო ღვთისგან და მოგეცემათო ისო და ეს აუცილებლად ისეთი არის რომ თუ ეხლა თვალი ღმერთს ჩემთვის არ უკითხია ისე მომცა თვალი ყური ხელი და ასე შემდგომ ესე იგი სინდისი არის რა გულისხმიერება თუ მოვიძიებ მექნება თუ არ მოვიძიებ და არ განმოვავითარებ არ იქნება თუ ვისწავლი რომ 2x2 4-ია მეწოდინება და თუ არ ვისწავლი არ მეწოდინება და აი რაღაც ასეთი ჩვენ შიგნით მიმდინარე პროცესი უნდა იყოს და ძალიან საშიშია რომ ვიღაცამ არ შეაჩეროს ეს შენი შინაგანი განვითარების პროცესი და რა თქმა უნდა ამის მთელი ტექნოლოგიები არსებობს როდესაც ქვეყანას იპყრობს მას მთელი პროგრამები აქვს როგორ უნდა შეაჩეროს შენი სულიერი განვითარება როგორ უნდა გადაგრთოს გარეგნულზე ჰიტლერი ხო ამბობდა რომ გარყვნილება და ნარკოტიკი ეს თუ შეუშვი ქვეყანაში ის ქვეყანა ადვილად გახდება მონა და არაფრის მკეთებელი და აი ახლა რო შევხედოთ ჩვენს ირგვლივ სიტუაციას ძალიან ზოგიერთში მიაღწიეს აი ამ წარმატებას გარყვნილება და ვთქვათ აი სწორედ გინება და სწორედ აი აგრესია ნარკოტიკი ეს არ არის პრობლემა ეს პრობლემაა თურმე არ არის თურმე ეს არის თავისუფლება ამას ვიღაცა გასწავლის რომ თურმე ეს არის თავისუფლება და თავისუფლება კი არ არის ეს არის პირდაპირი მონობა ოღონდ ვიღაცა ამ აზრს ან ვითარებს და ამას ან ვითარებს რაც მე თავი მახსოვს აი 30 წელზე მეტია ეს აზრი ვითარდება იხსნება ღამის კლუბები სადაც არაფერი ისეთი ესე იგი ღირსშესანიშნავი არ ხდება არაფერი განსაკუთრებული არ ხდება არამედ ჩვეულებრივად ადამიანი კარგავს ადამიანურ ღირსებებს და საბოლოო ჯამში და მართლად ხდება ის ხდება მართლადი და მანიპულატორი სწორედ მაგას აკეთებს აი მაგალითად ჩინგის აიდმატოვის ესე იგი მანქურთის აი მანქურთზე რომ აქვს დაწერილი ეს საოცარი რამე როგორ გამოყავს ვთქვათ იმ კონკრეტულ პიროვნებას მანქურთი რომლისთვისაც დედაც კი უცხო ხდება და დედაც კი რომელიც მოუწოდებს თავისუფლებისკენ და მასთან წასვლისკენ მასაც კი კლავს ოღონდ კი თავისი ბატონის ესე იგი ნებაში ასრულოს და თავისი ბატონი მიაჩნია ყველაზე დიდ სიკეთეთ აი აქ როგორ არ უნდა მოვთხოვოთ ხა რა თქმა უნდა მამაო იქნება ის მომენტი რომ ვიღაცები აი ხა ავტორიტეტები არიან ვიღაცისათვის ხა აბსოლუტურად შეიძლება რაღაცა მიზეზებიც გააჩნდეთ რაღაცა მიზეს თითიდან გამოწვეული მიზეს რაღაცა გაადიდებენ და აი აქ რაღაცა მისიონერებად გამოგიყენებენ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ბევრი ადამიანის ცხოვრება დააღუპეს რა იგივე ნარკოტიკზე თქვენ რომ ამბობთ იგივე ბევრი რამ რა ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ შემთხვევაში მამაი როგორ უნდა ეხა თქვენ რომ სიბრძნეს ამბობთ რომ უნდა გეხოსო ხო ვერავის ვერ ეტყვი რომ სიბრძნე არ ყოფს იმ ყველას გონია რომ ბძენია და ჭკვიანია
ამ დროს ესე არ არის. აი როგორ უნდა დაუსვა შენ თავს ეს კითხვა, ეგეც უკვე მიგაჩნია იმათ რომ როგორ მე მეგონი მაგდენის სიმდაბლე საქართველოში არავის არ იქნება რომ თქვას რომ ეხა სიბძნე მე არ მაქვს და აი მოდივთ ხო ღმერთს მოდ ყველას გონია რომ ბძენია რა და რაც უფრო ნაკლები იც მით უფრო ბძენი გონია ადამიანს თავი ხდება ხოლმე სამწუხაროდ გვატყვის ბოროტი ამ შემთხვევაში ელის ძირითადი ნაწილი ძლიერია და მამაო და ძლიერ კიდევ უფრო ძლიერდება და კიდევ უფრო ძლიერდება აქ ტყუდება მამაო მე ძალიან მაგრა აი ზუსტად აი ამ სიძლიერე შეატყუეს ბოროტი რომ შენ ბძენი ხარ ძლიერი არ არის უფრო ნიჭიერები არიან მამაო და აი ნიჭიერებას იყენეს ბოროტი ცუდად რა ჩვენ ნიჭიერებას რაღაცნაირად თავისკენ მიმართავს და ესენიც ეუნები არა ხა ვიღაცა რომ ვინც გმართავს ან ვიღაც შენს ავტორიტეტია აი რაღაცა ბოროტზე მაქვს აქ საუბარი პირდაპირ ეშმაკით ხო გეუნება შენ შეგიძლია შენ გააკეთე შენ ესეთი ხარ შენ რას ამბობ აი შენ ღმერთი ხარ და გაძლევს ამის ტიმუზე შენც გაწყობს ნუ ანუ ბურუში ხარ ამ შემთხვევაში მამაო ჩვენ რო კამიკაძეებად არ ვიქცე და ვიღაცის გამოსაყენებელი მასალა რო არ იყოთ იმიტომ რომ ამის უკან ხო ეშმაკი დაგცინის მამაო ძალიან მაგრა რომ რა გვიქნა როგორ გაგვაუბედურა აი ამ ყველაფერს რომ მოუგო და რომ მივხვდეთ ელემენტარულად იმიტომ რომ ძალიან სავალალო მდგომარეობა რო არის ხომ და მე რო გამოდიან ხო იცი ადამიანები მე ნარკომანი ვიყავი ამდენი წელი და რა მივქარე ეს რაღაც ხო შეიძლება რომ აი ამ წამსვე შეიძლება მოუგო ამ ყველაფერს ხო არა მარტო ნარკოტიკებს ნებისმიერ ან ცოდვაზე ან აი დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე ხო ან ადამიანები რამდენი მოტყუებულან მამო რამდენი გაციებულა მამაო სამარეში და რამდენი კაი ადამიანი აქამდე მოვიდოდა დღეს და გამრავლებდა ხო ეს მაგრამ აი წინა პერიოდებიც ხო იყო ესეთი ძმათა შორის ომები რაღაცა და როგორ სავალალო დამთავრდა აი ეს რო არ გავიმეორებთ აი გენიალური არის მონანიება ფილმი მონანიება ეს მე არ ვიცი ეს ეპოქალურია ეს აი კაცობრიობას აი ამაზე დიდი ფილმი არ ვიცი ამ მიმართულებით რა არის კიდე გადაღებული და იქ ისეთი მომენტებია დაჭერილი ეს კარგად უნდა გაარჩიოს ადამიანმა აი ეს რომ დიდი სიბრძნე მიიღოს იქ ისეთი სიტუაციაა რომ ფილმის ბოლოში ჩანს პატარა მომენტი რომ ეს გზა ტაძრამდე არ მიდის და რა საჭიროა ეს გზა უნდა ვეძიოთ ტაძრისკენ მიმავალი გზა ანუ ღმერთისკენ მიმავალი გზა თორემ რაც მონანიებაში ხდება რაც ვითარდება იქ ყველაფერი უღმერთობაა ფაქტიურად და უღმერთოდ დარჩენილი ადამიანია იშვიათად რომ ვინმე ინარჩუნებდეს შინაგან პატიოსნებას და აი იქ ესეთი მომენტიც არის რომ ესე იგი ახსარებასაც კი ეშმაკს აბარებს ადამიანი ესე იგი ძალიან ახლო კავშირშია შესული ბოროტ სულთან და რა თქმა უნდა ის ტყუდება და რა თქმა უნდა ის ტყუდება და ზოგადად ახლა ჩვენს ერს ჩააგონეს რატომღაც რომ ჩვენ ესე იგი ვიღაცის მონობისგან უნდა გავითავისუფლოთ თავი და ეს ვიღაცა არის ჩრდილოელი მეზობელი ეს ესე არ არის ეს ტყუილია ადამიანი ხდება ეშმაკის მონა ადამიანმა უნდა გაითავისუფლოს თავი ეშმაკის მონობისაგან აი ქრისტე როდესაც ქადაგებს ერთხელ იუდეველებს უკადაგებს რომ მე იმიტომ მოვედი რომ თქვენო გაგანთავისუფლოთო და მიუხედავად იმისა რომ იუდეა იყო რომის გავლენის ქვეშ და ფაქტიურად რომის მონობის ქვეშ იუდეველები ეუბნებიან რომ ჩვენ არავის მონები არა ვართო და ამ დროს უფალი ეუბნება ვინც რა ცოდვას ჩადისო იმ ცოდვის საშუალებით, ასე ვთქვათ, მე უფრო რაც განმარტებებში წამიკითხე, იმ ცოდვის საშუალებით ეშმაკის მონა ხდება. და აი სწორედ აქედან უნდა გაითავისუფლოს ადამიანმა თავი. მან ავტორიტეტი, მას უნდა ყავდეს ავტორიტეტი. არ შეიძლება მან ქურთივით, მან დაივიწყოს დედა, დაივიწყოს ღმერთი, დაივიწყოს სამშობლო, დაივიწყოს ყველაფერი და თავისი ბატონის ნახირს, ანუ ვნებებში ცხოვრობდეს და ეს მიაჩნდეს თავისუფლებად. და თუ თვითონ არ მოიძია ადამიანმა, ბატონი მას ძალიან მკაცრი ყავს, ანუ ბოროტის სული ძალიან მკაცრია. აი უძღებიშვილის იგავი რო გავიხსენოთ, ესე იგი ეს მამისგან გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი ქონება გაკოტრდა და მთელი ქონება გაფლანგა, მერე იმ ქვეყნის ბატონმა, ანუ ეშმაკმა ღორების წყებსად გაუშვა. ანუ ვნებების, ესე იგი, ვნებებში ცხოვრება შესთავაზა. მეტი ვერაფერი. აი, ეშმაკი მეც ვერაფერს ვერ შემოგთავაზა, ეს გარდა იმისა, რომ ვნებებში იცხოვრო. დღეს ეს მოთხოვნილება დაიკმაყოფილო ხვალ, ეს ზეგის, თუ მას
თუ მას დაუჩოქებ, თუ მას თაყვანს მატერიალური შესაძლებლობაც გექნება ცოდვის ჩადენისა, ლაღათაც იცხოვრებ, მაგრამ სილაღე საშიშია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცუდი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ის იღუპება, ამიტომ ადამიანს უნდა იცოდეს, აი ვინ არის მისთვის ავტორიტეტი, ვინ? აი ეს მანქურტს თავისი ბატონი ყავს, რომელმაც მას ყველაფერი დაავიწყდა და ეხლა ეს მანქურტები რეალურად იყო და მანქურტის გამოყვანის რეალური საშუალებები არსებობდა და არსებობს დღესაც, მაგრამ რეალური ბატონი მაინც ეშმაკია ადამიანისა, რომელიც მასზე ბატონობს და აი ამ ესე იგი ადამიანი უნდა დაფიქრდეს, თუ მე ცოდვა ყველაფერს მირჩევნია, ჭამა ყველაფერს მირჩევნია, სმა ყველაფერს მირჩევნია, ნარკოტიკი, აღვირახსნილი ცხოვრება, ფული, ჯანმრთელობა და თუ რაღაცა ყველაფერს მირჩევნია, ნიშნავს რომ მე აი იმ მანქურტად მაქცევს ის ბოროტი სული, რომელიც ყველაფერს კარგს დამავიწყებს. ამიტომ უნდა მოიძიოს ადამიანმა, ამიტომ ეძლევა მე ყოველი დღე. აი დღეს ვთქვათ დამღალა ცოდვებმა და დღეს დაღლილი და წაგებული ვარ, არა უშავს, ხვალ შეიძლება მე წმინდანი გავხდე. აი მაგალითად ჯვარცმულ ავაზაკს არც ქონია დრო, რომ ცხოვრება გაესწორებინა. ამ ყაჩაღთა ბელადს, ყაჩაღს კი არა, ყაჩაღთა ბელადს. და ეს ადამიანი ამ ადამიანს 30 წელი ეძებდნენ დასაჭერად და აი რო დაიჭირეს, მერე ჯვარს აცვეს. უფალთან ერთად, მაგრამ აი სულ ბოლო მომენტში მოინანია მან და გახსნა გული ღმერთის მიმართ. აი ჩვენ რაც უნდა დაგვემართოს, ეს არის რომ ღმერთის მიმართ გული უნდა გავხსნათ. არ შეიძლება რომ ადამიანი დარჩეს აი მანქურტად. ძალიან საინტერესოა ეს ჩინგის აიტმატოვის მანქურტის შესახებ მოთხრობილი ისტორია, ძალიან საინტერესოა. ის თავს არ ითავისუფლებს და ვერ ითავისუფლებს. მომენტებში ხვდება და ცნობს დედას, მაგრამ მაინც არ ღებულობს მას. და აი ასე არის ჩვენც უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენთვის ავტორიტეტი. თუ ცოდვები მიყვარს, ნიშნავს რომ ეშმაკია ავტორიტეტი და თუ ცოდვები მძულს, მაშინ ნიშნავს რომ ღმერთისკენ მაქვს სურვილი სიარულისა. ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ ზუსტად ესე იგი მივყვეთ უფალს, რომელიც იმიტომ მოვიდა, რომ გაგვათავისუფლოს და რანაირად უნდა გავიგოთ ეს, როგორ უნდა გავიგოთ ეს. აი მაგალითად ეფრემასური ესეთ რამეს ამბობს, მოძღვრის საუბარიო, ქადაგებაო მოისმინეო, მაგრამ სახარებას შეადარეო. თუ სახარებას ცდებაო, მისას ნუ მოისმენო, იმიტომ რომ ის თავისას გეუბნება და არა ქრისტესას. ამიტომ ესე იგი მოძღვრის საუბარი, ვიღაცა ბრძენის საუბარი, ვიღაცა ადამიანის საუბარი, ვიღაცა ფილოსოფოსის საუბარი და ვიღაცის საუბარი ზოგადად. თუ გინდა რომ შენ სახარებას შეადარო, სახარება უნდა წაიკითხო და უნდა იცოდე. იქ ქრისტე როგორ ქადაგებს, ქრისტეს ქადაგებები და ცხოვრება სახარება. და რაც შეეხება სამოციქულოებს, ეს არის განმარტება ქრისტეს თქმულისა. და ეს წმინდა მამების შემოქმედება, ეს არის განმარტება ქრისტეს სიტყვებისა. და წარმოიდგინეთ, რომ ეს ჭეშმარიტება შენში შემოდის და თუ შენ გახდი გულის ხმიერი, თუ შენს გულს მიაქციე ყურადღება, თუ შენ ქართველები ძველად ვამბობდით, დღეს არ ვამბობთ, თუ ჩაიხედე შენს გულში, იქ ისეთ რამეებს ნახავ, რომელსაც აი გარეთ ვერასდროს ვერ ნახავ. აი მთელი მსოფლიო რომ მოიარო, ვერსად ვერ ნახავ იმ სიდიადეს, რასაც ღმერთი შენს გულში დაგახვედრებს. ამიტომ არის რომ ქართველს ჰქონდა ესეთი რამ, აი მაგალითად ბოროტმოქმედ ადამიანს ყოველთვის მოუწოდებდა, რომ ჩაიხედე შენს გულში და რაც სწორია ის გააკეთე. და მე მგონი ეს ჩახედვაა საჭირო. ოღონდ მართლა. აი შენ ადამიანმა შენი თავი არ უნდა მოატყუო, მართლა უნდა ჩახედო შენს თავს. და იქ უნდა მოიძიო ვინ ხარ შენ, უნდა შეიცნო შენი თავი, სიკეთისკენ მიდიხარ თუ ბოროტებისკენ მიდიხარ და არ უნდა მოატყუო რა თქმა უნდა შენი თავი. როგორც ახლა სარკეში ჩახედვით ჩვენ თავს ხო არ ვატყუებთ, რეალურად ვინც ვართ იმას განვიცდით სარკეში და აი გულში თუ ჩავიხედავთ, იქ დავინახავთ იმ სულიერ სარკეს, რომელიც ჩვენ დაგვანახებს რა არის ჩვენი ნაკლი და ზოგადად სული წმინდა არ დაგზარდება ასე ვთქვათ და გვიწინამწყვრებს.
გვიწინამძღვრებს სიკეთის ეკენსავალ გზაზე. აუცილებლად არ გვიღალატებს ღმერთი, არასდროს არ ღალატობს ადამიანს. თუ ადამიანიც არ უღალატებს, ვინც არ უნდა იყოს, რა ცოდვებშიც არ უნდა იყოს, მეწამული ფერი რო იყოსო თქვენი ცოდვებიო, განგასპეტაკებთო ამბობს უფალი. და მართლაც ესეა, ჩვენ კაცობრიობაში ვიცით ბევრი წმინდა ადამიანი, რომელიც მანამდე მაქსიმალურად ცოდვებით იყო დაფარული, მაქსიმალურად ცოდვებში იყო ჩაფლული. დიახ, მამო, აი ამ ქაოსი ხა დღეს დღევანდელ ადამიანს, აი ძალიან მაგრაგული მწყდება, რომ საქართველოში 3 მილიონი, აი 3 მილიონი ადამიანში, მამო, იმდენი სიბოროტე და ბოღმაა, რომ 1-200 მილიონიან ქვეყანას რომ გადაყვეყოფა რა, საკმარისი იქნება და ამ აი მართლა აი ამ ნიჭიდან გამომდინარე სამწუხაროდ ჩვენ და აი ამდენი იმას სად მოიხარა თავი ვერ ხვდები, აი ამ ხელა სიბოროტემ უბრალოდ და რატო ხდება ეს? როგორ ადამიანთან გვაქვს დღეს აი ეკლესიას თუნდაც შეხება ან ელემენტარული კაი ადამიანები რომ გადიან ქუჩაში როგორ ადამიანებს ხვდებიან და როგორ უნდა დავიჯოთ ერთმანეთი მამო იმიტომ რომ მართლა წალეკა სიბოროტემ და აი ამ ბოღმამ გაუტანლობამ და ერთმანეთის ზიზღმა მთელი ქვეყანა აი რაღაცნაირად აი მართლა ღვთისმშობელი რო არ გვიფარავდეს მე არ ვინც ხვდება სიკეთის გზას უნდა იაროს სიკეთის გზაზე და აუცილებლად სიკეთე უსურვოს მათაც ვინც ჯერჯერობით ამას ვერ ხედავს თორემ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება რაც ადამიანების შიგნით იყო ეხლა ის ხდება ხილული ეხლა ხილული და აი მაგალითად როგორ დაგროვდა მამო ეხლა 15 და 20 წლის წინ ამაზე უბედური მდგომარეობები იყო მაგრამ ესეთი ის არ აი საბჭოთა პერიოდში მე ათეისტურ პერიოდში დავი საბჭოთა პერიოდში და იქ იმ დროს რაღაცა ესე იგი რაღაცა ლოკალიზებული სიტუაცია იყო ადამიანს არ ეძლეოდა იმდენი თავისუფლება რომ რაც გინდა ის ილაპარაკო და როგორც გინდა ისე მოიქცე და ღამის კლუბებში იარო და ნარკოტიკები მიიღო და აღვირახსნილათი და უბრალოდ აი მე რომ მოვინათლე პატრიარქი ამას ქადაგებდა და მე ძალიან მიგვირდა ეს 92-13 წლებში და ესეთ რამეს ამბობდა ფრთხილად იყავითო ისეთი დრო მოდისო როდესაც ღმერთიო იწყებსო ხალხის გარჩევასო გეძლევა თავისუფლება თუ გინდა რომ გაიგო როგორია ადამიანი უნდა მისცემას თავისუფლად მოქმედების საშუალება და ის გააკეთებს იმას რაც მას გულში აქვს და ვისაც რა გულში ის ამოდის და ის ამოდის და ჩანს ყველაფერი და მე მაგალითად ეს პროცესი აუცილებელ პროცესად მიმაჩნია გაბრწყინებისა აუცილებელ პროცესად იმიტომ რომ მაგალითად მე თუ დღეს ესე ვიღაცა მომატყუებს ჩემი ასე ვთქვათ ვნებები რო დაცხრება და ეს სიმხურვალე და ცეცხლი დაცხრება მე მივხვდები რომ მე მომატყუეს ან მე თუ დღეს ბოროტებას ჩავიდენ მაგალითად თუ გავარტყი პოლიციელს როგორც ერთმა მანდილოსელმა გაარტყა პოლიცია ეს არ არის ნორმალური მოვლენა თან შენ პირადად არაფერი არ დაგიშავეს ვიღაცის გამო ურტყა მას და ის ხო ადრე თუ გვიან მიხვდება ან რო აგინებ ვიღაცას იმიტომ რომ ვთქვათ ფორმა აცვია იმიტომ რომ შენ აზრზე არ არის ან პოლიტიკური მოტივის გამო რაღაცა ვიღაცას მზად ხარ რომ გაგლიჯო შუაზე შინაგანად გაგლიჯო შეიძლება ფიზიკურად არ გაგლიჯო მაგრამ შინაგანად იმხელა იმეტებ მას ყველანაირი უბედურებისათვის რომ ესე იგი ამას ადრე თუ გვიან მიხვდები რომ შენ ესე იგი არ შეიძლება სიკეთის მიღწევა უკუღმართი ფორმებით არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ თავისუფალი და თან ამ დროს ჩვენს ენას ვერ ვაკონტროლებდეთ თან გოგონები თან მანდილოსნები და ასე შემდგომ ილია ხო ამბობს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის და ლერლღუნია რო ამბობს რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს ჩვენამდე უნდა გვეყუდნოდეს და პრობლემა რუსეთი კი არ არის ან დასავლეთი კი არ არის ან სხვა ქვეყანას ყოველთვის აქვს მიზანი რომ თქვათ შენ თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციოს შენ თვითონ უნდა იყო თავისუფალი ადამიანი თავისუფალი აი მაგალითად ქართველები საქართველოს მე-13 საუკუნეში ივანე ჯავახიშვილის გათვლებით მინიმუმ 12 მილიონი იყო მინიმუმ ეს უკვე ჯალალედინი იყო 100,000 მოწამე დაიღუპა საქართველოს ასე ვთქვათ დამოუკიდებლობა დააკარგა და მიუხედავად ამისა მინიმუმ 12 მილიონი იყო
და ასე ვარაუდობენ ისტორიკოსები, იმ დროს რუსეთი იყო 5,5 მილიონი, საფრანგეთი 3,5 მილიონი და ჩვენ 12 მილიონი და ჩვენ გამოვიდა რომ დაპატარავდით. და სხვა ერები გაიზარდნენ და რატომ? იმიტომ რომ დაივიწყეს ქართველებმა ღმერთის სიყვარულიო და ამ ქვეყნიურ შვებას სიამეს მისცესო თავიო. მერე მე-15 საუკუნეში 8 ნაწილად დავიშალეთ და ეს ნაწილებიც ერთმანეთთან საერთოს იშვიათად პოულობდნენ და საერთო ჯამში ვერც შევძელით გაერთიანება და თუ ეხლა ერთიანია საქართველო, აი ისტორიას რო გადავხედოთ, ესეთია რომ რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო და გერმანიამ აიძულა საქართველოს რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. და ჩვენ აი ასე მივიღეთ ერთიანობა და ჩვენ შინაგანად უნდა ვიპოვოთ კავშირი და ერთობა ღმერთთან და ბუნებრივია ერთმანეთთან. უპირობოდ სიკეთის მხარეს უნდა დადგე, უპირობოდ. და რა თქმა უნდა ხო, მაგრამ ამ ადამიანებს გონია თუ სიკეთე ხარ. მართლა ანუ გული წყდება რაზე იცით მამაო, რომ როგორ შეიძლება რომ აი ამ შემთხვევაში ერთიანად აი ესე ღრმად ჩაიხედო და ეფრემასური რას ამბობს, იცით, თუ ვინმესო გულისხმიერება არ ექნებაო, თუ ვინმეს გულისხმიერება არ ექნება, ესე იგი საერთოდ არც აინტერესებს ღმერთის აზრი. ღმერთის აზრი რომ საერთოდ არც გაინტერესებს, შენი სინდისის ხმარო საერთოდ არ გაინტერესებს, ასეთი ადამიანიო ბოროტებასო სიკეთეთ აღიქვამსო. და აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან მეცოდი, იცით მამაო, ზოგს მამაო ის ტაში როგორ ატყუებს, იცი? აი იცით რამდენი ადამიანი, რამდენი მართველი, რამდენი ისეთი ადამიანი. მამაო, ამ ხალხზე კი არ მიგით ბავშვები არიან, შეიძლება ვიღაცა მოატყუოს, მაგრამ ну არც ესეთი ბავშვი მას სიტყვაზე შეიძლება მოატყუო, მაგრამ შეიძლება სასულიერობის ტაში, მამაო, იცით რას უშვება? ანგრევს. აი ისინი რომ აი ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, ხელი გაარტყავდა რაღაცა, იმას კერავინ არ ეტყვისო, შენ დააშავე ან რაღაცა. ეტყვიო შენ ილია ჭავჭავ. არა, გმირად გამოიყვან. აი პოლიციელს რომელმაც ის მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, ის გმირადაა გამოყვანილი დღესაც. ნუ ვიღაცისთვის. რატო უნდა მოთხოვდე, მამაო? და აი ეს ტაში და ეს мотиваცია ანგრევს ამ ადამიანს ის ვერ ხდება მამაო. ანუ შენ გაწყობს თორე აი როგორ შეიძლება ეხლა მე მითხრა რომ მაგალითად აი სიტყვაზე შენ ხარ ყველაზე უცოდველი და ღმერთიო და მე მაწყობდეს და დავიჯერო, მაგრამ მე ხო აი პატარა გონება ხო უნდა გავანძრიო რომ მე არც ღმერთი ვარ და არც პატრიარქი და აი გონებას არ გაანძრევ და მონად დარჩები ბოროტიძალის რომ თუ შენ არ გექნება გულისხმიერება, თუ შენ არ გექნება შინაგანი გადაწყვეტილება. აი წმინდა კირილი ალექსანდრიელი ესეთ საოცარ კითხვას სვამს, მე ეს არსად არ მომისმენია მეტი, არა განმარტებები წამიკითხიას. რა არის რწმენა? ხო საინტერესოა რა არის რწმენა? ეს არის ცოდნა, ეს არის რაღაცა წაკითხული შინაარსის გაგება თუ რა არის საერთოდ და აი წმინდა კირილი ალექსანდრიელი ამბობს რომ რწმენა ეს არის ადამიანის შინაგანი კეთილშობილება. იმიტომ რომ შენ აუცილებლად სიკეთესთან ერთ-ერთზე რჩები, ქრისტესთან პირისპირ აუცილებლად რჩები. აი გურამ დოჩანაშვილის არ იყოს, ძილის წინ მაინც გაქვს 10 წამი. და იმ დროს ვიღაცა მას აფურთხებს და ვიღაცა მას ადიდებს და უყვარდება ვიღაცას ქრისტე. აი იქ წყდება ვინ ხარ შენ. და ვინც ესე იგი აფურთხებს ქრისტეს და ასეთები კაცობრიობაში ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან, ისინი ვერასდროს ვერ დააღწევენ თავს ბოროტებას, იმიტომ რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ვინც ერთ-ერთზე რო დარჩება ქრისტესთან და მას ქეთს მოუდრეკს, ის საოცრება, აი მელ გიბსონის თვლი რომ უკვდავ ფილმში, აი ქრისტეს უნებანი, აი იქ არის ეს მომენტები, აი ეს ფსიქოლოგიური მომენტები, აი რო უყურო და დავაკვირდეთ აი ფსიქოლოგიურ მომენტებს, ადამიანები როგორ რჩებიან თავის თავთან მარტო და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ზოგი თავს დაახრის და ღმერთის სიყვარულს ავლენს და ზოგი დაფიქრდება, მაგრამ მერე იგივეს გააკეთებს, რასაც აკეთებდა, ანუ ღმერთის გმობას განაგრძობს. და ეს დღესაც ხდება, ჩემ შემთხვევაშიც ხდება, შენ შემთხვევაში, ყველას შემთხვევაში ხდება და ჩვენ საბოლოო ჯამში არ შეიძლება რომ ჯგროთ, ბრბოთ, ჯოგად ვიცხოვროთ, არ შეიძლება ასე ერთად ვირბინოთ და დროშები ვაფრიალოთ. ჩვენ არა ვართ რაღაცა რევოლუციონერი და მომიტინგეერი და ასე შემდგომ. ჩვენ დარბაისელი ერი ვართ, აი ილიას ერი
ვართ ჩვენ, რომელიც ჩვენ აი სტრაბონი პირველ საუკუნეში წერს, რომ სვანებსო 200,000 მხედრის გამოყვანა შეუძლიათო და 300 კაცი მართავსო ამათო სვანებსო. ესე იგი ფაქტიურად პარლამენტი ყოლიათ ხო თავის, ესე იგი რაღაცა ბრბოკი არ იყო. 300 კაცი მართავდა მათ. და აი ჩვენც ახლა ჩვენი ერი ჩვენვე უნდა ვმართოთ. ჩემი თავი მე უნდა ვმართო. ყველამ თავისი თავი მართოს. ოღონდ ალალად, პატიოსნად და ღმერთის წინაშე სიწმინდით. და რა თქმა უნდა, ჩვენ მერე ჩვენი ქვეყანა, ვისაც რა ნიჭი მოგვეცა, იმ ნიჭის მიხედვით ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს. თუ ესე არ იქნება, რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცი, მე ახლა იმ თაობის ვარ, რომ მთელი ცხოვრება უყურებ მიტინგებს, უკმაყოფილოებს, ვიღაცას ეს მთავრობა არ მოწონს, ვიღაცას ის მთავრობა არ მოწონს და არის მუდმივი, ესე იგი, მუდმივი ნერვიულობა და შფოთი. რუსთაველის ქუჩა პროსპექტი ჩვენთვის ძალიან წმინდაა, ხომ? იმიტომ რომ ჯერ რუსთაველის სახელს ატარებს და აი ის არის მიტინგების და ისინი დადიოდნენ ბოლოს და ბოლოს მამაო დავით გარეჯელი და ხო ამიტომ დავით გარეჯელი წარმოიდგინეთ მამაო და იცით რა მაინტერესებს თუ შეიძლება რა აი ამასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ აუცილებლად რომ აი შეიძლება იყოს ადამიანი რაღაცა ამბავში მართალი აი გონია რა ანუ რომ მართალია რა სიტყვაზე გონია რომ აი სიტყვაზე აი ამ კალამს რო აიღებს და ესე დააყენებს არის მართალი მაგრამ აი ამის დაცვა უხეშად რო გამოდის და ძალიან ბევრს რო აშავებს. ამ შემთხვევაში მამაო, რა მნიშვნელობა აქვს შენი სიმართლის დაცვას? ან როგორ ხარ შენ მაშინ სწორი საქმის მკეთებელი, როცა აი ამ შენ ყველაფერს ცუდად იცავ, მამაო, იმიტომ რომ მე ვხედავ ძალიან ბევრ სიბოროტეს ამის უკან. აი შეიძლება შენ რაღაცის დამცველი იყო და შეიძლება მართლა ვიღაცა გულწრფელად გამოდის და ვიღაცა გულწრფელად რაღაც აპროტესტებს და ბევრი პრობლემა მამაო სიმართლე გითხრათ მეც მაქვს რომ ამდენი ემიგრანტი არ უნდა იყოს პატიმრებთან მიმართებაში იმაზე მინდა რომ უკეთესი მდგომარეობა რა თქმა უნდა მაგაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ ესენი ხო ამას არ თხოვობენ ეგენიც რომ მოვიდნენ ის პრობლემები რაც სოციალურია და ადამიანებს აწუხებთ ეს არ გამოსწორდება მაინც და თუმცა ეგენიც რომ მოვიდნენ მაგათი დამსახურებაც არის დღეს რომ ვიღაცები გაჭირებულები არიან იმიტომ რა ხალხიდანან მაგათ თავში მე ხო ხედავ ხო და ეხლა თუ ვინმეს გონია იქ ვიღაცა გულანთებულ მომიტინგეს რომ ეგ მოვა და მაგას დასვამენ ეხლა თანამდებობის პირად ძალიან ცდება მამაო რა ეგ ისე ვიქნება რიგითი მომიტინგე შეიძლება ცემონ კიდევაც და გააგდონ იქიდან და ისე მოვლენ ვიღაცა გაზულუქებული ხალხი თავში ვიღაცა ბანკირები და მევახშეები და რავი ძალიან ბოროტი ხალხი ამ შემთხვევაში მამაო ჩვენ როგორ ვერ უნდა ხვდებოდით რომ აი ამ ხელა სიბოროტეს ვაკეთებთ ხო? იმიტომ რომ ამ ხაზარძეს და იმათ აი ძალიან ბევრი პატიმრები ყავს მამაო აი პირდაპირ დაღუპეს ადამიანები აი ბორჯომი ესენი ისინი წაართვეს ჩემი მეგობარი არის ციხეში ეხლა იმის გამო რომ აი მართლა დაუშავეს ბევრ ადამიანს და მე არ მჯერა ეს ადამიანები რომ სიკეთის მომტანები არიან ყოველ შემთხვევაში მე რა პრეტენზიაც მაქვს ხო ყოველთვის ვიტყვი მაგას და არ ვიქნები არც ერთი მთავრობის მომხრე იმიტომ რომ მინდა რომ უკეთესი იყოს და არ შევაქებ, იმიტომ რომ მეც მოგთ ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამო ესენი მაგის მომგვარებლები არ არიან. ამდენი ემიგრანტი რო არის, ამდენი გაჭირებული რო არის და ამდენი რაღაც ესენი არ ამად ესენი უარეს გააკეთებენ კიდე მამო. ყველაზე ცუდი ეგ არის. ომს დაიწყებენ მამო და ძალიან დიდი პრობლემები შეგვექნება. ამათ არ ესმით ეს მამო ვიღაცა ბავშვებს ატყუებენ და წინა პლანზე უნდა გამოვიდეს, წინა პლანზე უნდა გამოვიდეს, აი ვისაც ეს პრობლემა აწუხებს რო დაინახოს სად არის სიკეთე, სადაა ბოროტება, წინა პლანზე უნდა გამოვიდეს სხვანაირი აზროვნება, ვინ რა სიტყვის ევროპაში კი არა, რომელი პარტია რა სიტყვის კი არა. უნდა გამოვიდეს აი ესაც აზროვნება, სინდისიერება და უსინდისობა, სინდისი და უსინდისობა. როგორც კი ამ კრიტერიუმებით სიკეთე და ბოროტება, როგორც კი ამ კრიტერიუმებით დაიწყებს ადამიანი აზროვნებას, მას უკვე ეხსნება ესე იგი აზროვნება. იმიტომ რომ ეს ღმერთისაგანაა ჩადებული ადამიანში და ადამიანმა ესე იგი სიკეთე და ბოროტების გარჩევის უნარი ადამიანს ეძლევა ღმერთისაგან და მოგეცემა ეს შენ ყველა ვარიანტში ღმერთისკენ უნდა იარო განაძნელი მისახვედრია ეს რაღაცა
1500-მდე ქარხანა ფაბრიკა დახურული საქართველოში, ამდენი ემიგრაცია როა გამოწვეული და მინდობილი ვიყავით სხვადასხვა ფონდებს და ასე შემდგომ, ვიღაცას იაფი მუშახელი ჭირდება და ჩვენები შეიძლება წავიდნენ და იქ ნახევარ ფასში, მესამედ ფასში მუშაობენ, იმათ ჭირდებათ ეს მეორე ხარისხოვანი შავი მუშები, ასე ვთქვათ და ნუ ეს ხო სპეციალურად კეთდება და ეს უნდა გამოიცნოს ადამიანმა, და უნდა შეხედოს სად რა კეთდება, როგორ კეთდება, რა მიმართულებითა. ეკლესია რა მიმართულებით მოქმედებს, ესა თუ ის მთავრობა. ეკლესია ყოველთვის ლოცულობს მთავრობისათვის. ქრისტიანი ყოველთვის ლოცულობს მთავრობისა, როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს. და რაც ლოცულია, მით უფრო მეც ლოცულობს. ლოგიკა არა, ყველასთვის ესე ლოცულობს, მაგრამ ახლა ის ზოგს ახლა ქვას რაც არ უნდა წყალი ასხა, ის წყალი მასში ვერ შეაღწევს, მადლი ვერ შეაღწევს ზოგში. იმიტომ რომ თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს შინაგანად აფურთხებს ღმერთს, მისთვის რამდენიც არ უნდა ილოცოს, შანსი არ არის რომ მან შეცვალოს თავისი ცხოვრება. მაგრამ მე მინდა ვთქვა ლოგიკა, რატო ლოცულობს ეკლესია მთავრობისთვის, რომ მთავრობამ შექმნას მშვიდობიანი გარემო, რომ ჩვენ მოსვენებითი ცხოვრება გქონდეს. და მაგალითად თუ მე ვარ მუსიკოსი, თუ მე ვარ მეცნიერი, თუ მე ვარ სასულიერო პირი, თუ მე ვინცა ვარ, რომ გქონდეს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება. და ეს აუცილებლად ესე არის, ეს ვინ უნდა შექმნას? რა თქმა უნდა მთავრობამ. ამიტომ არის რომ ყველაზე განსაკუთრებული პრივილეგიები სწორედ ამ ხალხს აქვს მიცემული და მათი პირდაპირი მოვალეობაა ეს. და მთავრობას უნდა მოვთხოვოთ სწორედ ის რომ მან შექმნას მშვიდობიანი გარემო. რა თქმა უნდა, და ეხლა ფაქტიურად პირიქით. ეხლა ჩვენ თანადგომა საჭიროა. ეგეთი არაფერი არ მიახია. მართლა ისე მოხდა რომ მე რომ ამ მთავრობას დაუდგებოდი. აი მართლა რაღაცნაირად ისე გამოდის რომ ლოგიკურად ჩემი აზროვნით მივდივარ ამათ დაცვას. იმიტომ სხვა გზა არ დარჩა, მამო, იმიტომ ეს გავეშებული კიდე ახალი ეკლესიის მაგინებლები, პატრიარქი, მამო, ეხლა გამოვიდა საშობაო და ერთი განახთ, მამო, როგორ ლანძღავი თვითონ იქაური მაგათი. არა, საერთოდ უღირსებაა ეს, როდესაც ვინმე ერთ მცირეთაგანს შეურაცხყოფ, როცა ერთ მცირეთაგანსაც შეურაცხყოფ და ეხლა თუ შეურაცხყოფაზე წავიდა საქმე, აი იმდენი ფაქტებია უბრალოდ და ესე იგი რაღაც ერთში ჩვენ ხო ვიცით რომ ავტორიტეტების გინება მიმდინარეობს, აღარ არის დარჩენილი ქვეყანაში, ესე იგი თუ ვინმე პატარა ავტორიტეტი გახდება, ის აუცილებლად უნდა იყოს ნაგინები, მეფე იქნება ეს წარსულში, დედოფალი იქნება წარსულში, თუ დიდგორის მეომრებიო, ნუ ერთ-ერთი ამბობდა ერთ-ერთი პედაგოგი ჩემს შვილს ასწავლიდა და ეს საშინელება ნარკოტიკით იყვნენო დაბოლილებიო და იმიტომ საშიშროებას ვერ აღიქვამდენო და ამიტომ გაწირესო თავიო იმათმაო თორე ნარკოტიკი რო არ მიიღოთ ესე იგი ნარკოტიკი არა პროფესორი არ არის მაგრამ ეს ვიღაცისგან ნათქვამი გაქვს თორე რა შენ საიდან მოიტანე ეს რომ დიდგორის მეომრები დაბოლილები იყვნენ თუ არა ის დავალება რომ რომელ უნივერსიტეტში ილიაში მოსპო არა სკოლაში იყო ეს სკოლაში და ნუ იქ ლამის ჭხუბი ატეხა ჩემმა შვილმა ძალიან საინტერესო მომენტი იყო ეს ზოგადად მაგრამ რა არის იცით ერი დგას სიწმინდეებზე თუ ერი თავის წარსულს ივიწყებს ის გადაშენდება ისე იგი ვინც წარსულს მიგინებს ჩემი დასკვნაა რომ მას ჩემი გადაშენება უნდა მას უნდა ჩემგან იაფი მუშახელი მას უნდა ჩემგან მანქურთი რასაც უბრძანებ იმ ცხრებს მოგიმწყემსაო მე და რასაც მეტყვი ისე იქნება არც დედა მინდა არც მამა მინდა არც ღმერთი მინდა და საერთოდ არც სიწმინდე მინდა და საერთოდ ყველაფერს ვაფურთხებ ირგვლივ გარდა შენ ისაც აი ცალფეხზე დავდგები შენ როდესაც რაღაცის თქმას დაიწყებს ჩემს მიმართ. ამას უნდა გადავრჩეთ ჩვენ, ამას უნდა გადავრჩეთ. იმიტომ რომ ქრისტე ეშმაკი აუცილებლად მონათაქცევს ადამიანს და ტეხავს ფსიქოლოგიურად, სულიერად, მაგას რო გაიგეთ. გალექსეში. ხო და ღმერთი მეგობარს ეძებს შენგან. ვისაც მე უყვარვარ, ამბობს უფალი. ეს რაღაცა უკვდავი სიტყვებია, აი, ვისაც მე უყვარვარ, ამბობს უფალი. ჩემი მცნებები დაიცვასო და ვინც ჩემ მცნებებს დაიცავსო, ის ჩემი მეგობარი არისო. აი ესე ამბობს უფალი.
და ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავხდეთ მეგობარნი ღვთისა და აი თავიდან რაც იკითხე ის რო გავაგრძელოთ რა უნდა ვქნათ ახლა ამ წელს უნდა გახდე მეგობარი ღვთისა აუცილებლად უნდა გახდე მით უმეტეს რომ გენეტიკა გაქვს ასეთი მით უმეტეს რომ გამოცდილება გაქვს ასეთი მით უმეტეს რომ ესე იგი გავწყდით ყველაფერი გავწირეთ ყველაფერი შევწირეთ როგორც ილია ამბობს და მაინც გადავარჩინეთ ჩვენ სამშობლოსო გული გადაუღեղეთო და ზედო ქრისტიანობას დაუდგით ტაძარიო ხვებათო ჩვენი ძვლები ვიხმარეთო და კირად ჩვენი სისხლიო ყველაფერი გავწირეთ, ყველაფერი შევწირეთ და მაინც გადავარჩინეთ. და ეხლა ამხელა სიწმინდე, რომელისთვისაც ჩემ წინაპარს და აი ნებისმიერი ჩვენთაგანის წინაპარს თავი გაუწირია, როგორ შეიძლება შენ ესე იგი ავტორიტეტად არ შერაცხო. ოღონდ ესე იგი უპირობოდ სასულიერო პირი კი არა, სასულიერო პირის მოისმინე, მაგრამ შეადარე სახარებას. და თუ ქრისტეს არ ეწინააღმდეგება მიიღე და შენ ქრისტე უნდა მიიღო ქრისტიანი აი ახლა ის ტარდება საყოველთაო რა ქვია აღწერა ხომ ჩვენი სტიქაროსანიც მონაწილეობს და ის რომ მიდის სახლებში ერთ-ერთი კითხვა ყოფილა ესეთი რომ რომელი რელიგიის მიმდევარი ხართ და ქართველებთან როდესაც შევდივარ და ამ კითხვას ვსვამთო ძალიან ღიზიანდებიანო ну რას ქვია რომელი არა და სახში არც ხატი აქვს თუ არ ჯვარი აქვს არაფერი ხო მაგრამ ამ კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს მაგრამ ხა აღწერაში არის ეს კითხვები და ესე იგი თავისთავად მართლმადიდებლად მიიჩნევს და თუ ხარ მართლმადიდებელი ნიშნავს რომ ხარ ქრისტიანი და თუ ხარ ქრისტიანი ქრისტეს ნაირი უნდა გახდე შენ უნდა გახდე ქრისტე ქრისტე იესო ქრისტე არის ღმერთ კაცი და ჩვენ უნდა გავხდეთ კაც ღმერთი ეს ძალიან ეს არის ცენტრალური საკითხი და ზუსტად უნდა გვესმოდეს ეს და რაღაცა ჩვენი ცხოვრებაც ასე უნდა დაიგეგმოს რომ აი შენ ამ ქვეყნისგან რომ გახვალ შენ ღმერთის წინაშე უნდა იყო ქრისტიანი ქრისტეს მადლის მფლობელი და ამნაირი ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს ძალიან დიდი მადლობა უბრალოდ გული მწყდება ძალიან მაგრა რომ ესეთი კაი მართლა მაგარი ხალხი რაღაცნაირად ყუდებიან ხო აი მაპატიეთ რა თუ რაღაცა ვიცი რომ არავშავს მოსახდელი ჭირია აი გრიპი რო შეგეყრება ორგანიზმს ძლიერი იმუნიტეტის მქონეს არავშავს ორგანიზმი დაძლევს და ადამიანი ისევ ჯანმრთელი იქნება თორე მაგალითად ხო აი სოციალური პრობლემები მოითხოვეთ მეც დაგიდგებით გვერდში ყოველთვის გამოვალ თქვენთან ერთად 1000 გაჭირებული არის იმის კარგად ყოფნა მოითხოვეთ გამოვალ დაგიდგებით გვერდით პატიმრების რაღაცა თავისუფლება რაღაცა იქ შეწყალებები რაღაც მოითხოვ მეც დაგიდგებით აი ყველაფერში გვერდში დაგიდგებით უბრალოდ ისეთ რაღაცებს რაც აი ეს საერთოდ ანუ აბსურდს რო ვითხოვთ ანუ არ არის ისტორია მე არავის მომხრე არ ვიქნებ ყოველთვის ხალხისკენ ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება ესე მივილი თუ ჩემს არის ჯერ ადამიანი და ყველა დანარჩენი აბსოლუტურად და ყველა თანამდებობისთვის გადაული ადამიანის გამო ყველამ კარგად იცის ვინც მე მიცნობს ირგვლივ დიდი მადლობა მომისაც იცი პოლიტიკური მოწოდებები მაგრამ ნუ სხვა გზა რაღაცნაირად არ არის მოითხოვ მამა რა ის თქვაზე ემიგრაციიდან დავაბრუნოთ ხარ მოითხოვით მეც დაგიდგებით გვერდში ეგეთ რაღაცებს დაგიდგები ვიღაცა ბავშვი რომ უმამოთ იზრდება დაგიდგებით გვერდში რომ ჩამოვიდეს მამამისი და იცხოვროს მთელი ცხოვრება საქართველოს ეგეთ რაღაცებში დაგიდგებით მაგრამ ნუ ჩვენ ახლა ის რაღაცებს ვითხოვთ რომ ეხლა შენ გადადი მე უნდა მოვიდე ამით თუ არ იცვლება ეს ფორმულა რა აზრი აქვს გაჭიროს თუ არ ეშვა ახალგაზრდები ამბობენ რომ შენ გადადექი და სხვა მოვა და ეს სხვა ვინაა კაცმა არის ხო აი რაღაცას ხო უნდა მოითხოვო არა და ჩვენ ხო ავირჩიეთ არჩევნები ხო ჩადარ მე ვერ ხვდები დავშვიდეთ და გავაკეთოთ ყველა ჩვენი საქმე და ავაშენოთ ჩვენივე თავი ავაშენოთ და ქვეყანას გადაულხინდება მაშინ, როდესაც შენ საქმეს გააკეთებ და მე ჩემს საქმეს. ძალიან დიდი მადლობა მამა სამწუხაროდ ჩვენ და დრო მოიწვა. და სხვადასხვა რატომ მიყვარს დღევანდელი პერიოდი, რომ პატიმრებს მამა ძალიან მაგრა ეშველა. და აი მადლობა, აი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ადამიანებისთვის კი, ხელფასები აქვს, შრომობენ, საამქროებია გახსნილი, პროფესიებს ეუფლებიან, ვისაც სურვილი აქვს.
რასა ძალიან დიდი მადლობა. აი მარტო ამის გამო ყოველთვის პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც პატიმრებს ესეთ ყურადღებას აქცევს და ესე იმაშვება და მეტი თანადგომა. ოღონდ გთხოვთ კიდე ჩემგან აი მეტი თანადგომა. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს გისურვებთ და ხვალ საღამოს 10-ის ნახევრსაც დაგიბრუნდებით. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. აი მადლობა ღმერთსო, თქვენც ხართ. აი ყველა ადამიანი ძალიან მაგრები ხართ და თქვენ არ ცდებით. უბრალოდ არის რაღაც სიტუაციები, რომ გამოხატვა უნდა იცოდეთ სწორი. ყველამ აბსოლუტურად, აი ყველა ადამიანმა ის რა აზრი გაქვს. ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერი კარგს. მე გახდით გიორგი დარსელი, მამა ლუკას სუპატაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი. კარგად ზანდებოდეთ მამაო დროებით. ბედნიერებას გისურვებთ და რაღაცები ღმერთის ხელშიც არის და ღმერთს გადააწყვეტინეთ რაღაცები, იმიტომ რომ ღმერთის გარეშე ეს არაფერია, ისე არ ხდება. თუნდაც ცუდი ხდებოდეს, არ ხდება ისე და დაუკვირდეთ ჩვენ ამ ყველაფერს.